სამშობლოს კიდევ ერთხელ შემოძვირფასება ჩემო ლამაზებო და ჩემო ერთგულო მაყურებლებო. გადაეთერშია გაიცემა ერთი დღე პირველი სტერეოსარ სტუდია მაესტროს ერთობლივი აქ და რა თქმა უნდა ერთგული მაყურებლებისათვის. და ეს ჩემი მუშაობის დროს რამდენ კართან არ აღმოჩენილა. ამჟამად აღმოჩნდი ია ჩანკლაძის კართან, რომელიც არის აბსოლუტურად თეთრი და რომელზეც ზარის დარეკვა შეიძლება მე მგონი. აი. 1 2 3 ია ჩანკლაძე და ჩვენ ძაძვართ მასთან გავატაროთ ერთი დღე. და უკვე დაგეგმილი გაქვს ხავანდელი დღე? დაგეგმილი მაქვს, ხო, პრინციპში ჩემი დღეების უმრავლესობა ისეთია ძალიან. ჩაკერა, ნუ ყოველთვის გეგმა დატვირთული. და არა მარტო იმიტომ. არა, ყოველთვის არ გეგმავ. რაღაც როლმანები არის, რასაც დაგეგმავ, მაგრამ ძალიან ბევრი ესეთი სიურპრიზებიც ხდება ხოლმე. აჰა. და მე ერთი დღე ხო დიდია, შეიძლება გადაიფიქრო და უცებ გვითხრა კიდე. კი, რა თქმა უნდა. შეიძლება ბევრი რაღაც შეიცვალოს, ისე ძალიან ბევრ ზარზეა დამოკიდებული. ეს არის ჩემი კაბინეტი. აჰა, ანუ კაბინეტი შენ აქ არ გძინა, შენ აქ უბრალოდ მუშაობ. ხო, მაგრამ იცი რა არის, მუშაობ არა, დროის ყველაზე დიდ ნაწილს ვატარებ აქ თუ სახლში ვარ. აჰა, გასაგებია. ესე იგი და რაზე მუშაობ ამჯერად? ამჯერად აი ეს კომპიუტერი, ჩემი უსაყვარლესი ნივთი. საკმაოდ დიდხანს ვატარებ კომპიუტერთან, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ვმუშაობ და მეხმარება მუშაობაში. გასაგებია. და რას ვმუშაობ? ეს არის სამაგისტრო თემა. რასაც ვიარ და ვკრებ ხოლმე. და ნუ ინტერნეტით სხვადასხვა მასალების მოძიება. თვალები არ ტკივა ამდენი მუშაობის გან კომპიუტერში? იცი, არა. არა, მივეჩვია ალბათ. და შეიძლება სიბერეში გაგახსენდეს. შეიძლება. აქ არის მართლა ყველა ჩემი საყვარელი ნივთი. რაც მოდი დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე შენი საყვარელი ნივთიდან. ეს არის ჩემზე დიდი ასაკით. ჩემზე დიდი იქნება და ჩემზე დიდი ხო იქნება და 80 წელს ჩატარდა ოლიმპიადა მოსკოვში და ბიძაჩემო ჩამომიტანა ეს დათუნია, ეს ოლიმპიური დათუნია. ალბათ ბავშვობა გაახსენდება ახლა. კი. და აი, შეგიძლიათ დიასთან ერთად ვიზრდებით ბავშვობა გაახსენოთ ხო? დათუნია. თუ ვერაფერი დაგავიწყებს, ჩემსავით რომ ვერ ვიგაგიგებს. ია ჩანკლაძე 2 წელი გავჩუმდი, შემდეგ მოვიდა სიმღერა, არ მიყვარხარ. ეს არის სხვადასხვა ჟურნალებიდან უბრალოდ სურათები ამოღებული. რას მეტყველებენ ია ჩანკლაძის ამოუცნობი თვალები? რას მეტყველებენ? სხვა შორის ამ ფოტოზე წითელი თვალები გაქვს. სხვათა შორის იცი რა არის, ძალიან ბევრი ფოტოზე მაქვს წითელი თვალები. ეთყობა არ ვიცი, ეთყობა რაღაცას ირეკლავს. ძალიან ჩემი საყვარელი სურათებია ესენი, თუნდაც თემოსთან ერთად, თუნდაც ვერიკოსთან, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ადამიანები. ედრიან ბროჯიც ძალიან მიყვარს და ამას წინათ სადღაც ნახე ეს პლაკატი. აი მე მაგალითად ვამწრევდი და არც ერთი სათამაშო არ შემოშვა ზოე. არა, მე ბევრი ბავშვი არ ყოფილა. ეს ოსკარი მიყვარს ძალიან. ოსკარი როგორ შეიძლება არ ეს ოსკარი სადაა? Best singer. ეს ჩემო მეგობარმა ჰოლივუდიდან გამომიგზავნა. მართალია, ცოტათი ზომებში განსხვავდება ნამდვილი ოსკარისგან, მაგრამ ასეთი ყვა ჩამომივარ და ენა გადმომივარ და მე მგონი ერთადერთი პოპულარული ადამიანი, ასე ვთქვათ, ვარსკვლავი ხარ, რომელსაც ოსკარი გააჩნია. ხო, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დედას, მამას და ასე შემდეგ. ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. სტუდენტური ფესტივალი იყო, როდესაც ყველა ინსტიტუტი ასახელებდა თავის საყვარელ მომღერალს. და მე ტექნიკური უნივერსიტეტმა დამასახელა როგორც მისი ფავორიტი, ასე ვთქვათ. ძალიან მეცნება ამაზე, ეს არის ჩემი მეგობრის საქორწინო ბუკეტი, რომელიც ძალიან მომახერხე და დავიჭირე, მაგრამ დამერწმუნდათ არაფერს არ შველის, ასე რომ ველოდები კიდევ ქორწილებს. ეს იყო 2 წლის წინ. 2 წლის წინ. კიდე დაგჭა 9 წელს, 9 წელში. რატო გარანტია ქამდენი? გათხოვდა, ხო, 2 წელიწად 9 გარანტია. 9 წელიწადში თუ არ გათხოვდა, ჩიკოსეული ინტერპრეტაცია. გაიტანო სახლიდან. ამ პლაკატს რა უყურებ? გული მევსება სიხარულით, იმიტომ რომ მახსენდება სულ ეს არაჩვეულებრივი კონცერტი.
რომელმაც სერიოზულად იმდენად დამშოკა და მთელი ის მაყურებელი, რომ ესეთი რაღაც მე ცხოვრებაში არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ფილარმონისტის საკონცერტო დარბაზში ყოფილა ძალიან ბევრი კონცერტი. გამოვედი და სუსიჩუმე იყო, არ ვიცი, ხა თქვენ გახსოვთ თუ არა, ხალხი იმდენად იყო დაშოკილი, რომ ვერ ლაპარაკობდა. და მე მახსოვს ესეთი ჩავიდინე ესეთი საქციელი, რომ დავდექი კულისებში უკანა მხრიდან და ავტოგრაფით გამოვარდი. ასე რომ მაგ ტექსტში გამოტყდა, ესე იგი, ბევრი არ გამოტყდებოდა, მინდა ვახსოვ. არა, იცი ტექსტი იმხელა მეტრია, რომ მე ნამდვილად არ შემსხვერპლია მეცნეს, რომ შეიძლება ითქვას მათი ფანი ვარ. წიგნების რაოდენობა შენ კაბინეტში საერთოდ ის არის თუ ისე ცოტაა და ეს ნიშნავს იმას, რომ გიყვარს კითხვა თუ უბრალოდ ყველაფერი წაიკითხე და გადაწყვეტე შენი საყვარელი წიგნები ერთ კუთხეში მოგეცე. არა, მიყვარს კითხვა, ნამდვილად მიყვარს კი. გასაგები და ბოლოს რა წაიკითხე? ბოლოს წავიკითხე მხატვრული ლიტერატურა არ წამიკითხავს, იმიტომ როგორც გითხარი, უკვე თემაზე მუშაობ და მიწერს აი ამ წიგნის დამუშავება. გული არ გაგისკდეთ და საუხსენი მაყურებელს რა არის? ესე იგი, ჩემი თემა ეხება დემოკრატიის განვითარება საქართველოში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ანუ ბოლო 15 წლის ანალიზი. ეხლა ჩემი თემის ხელმძღვანელი თუ მიყურებს ბატონი გია ჟურჟოლიანი ძალიან შეიძლება გაეღიმოს, მაგრამ პირობას ვდებ, რომ არ ვიზარმაცებ და მალე გამოვიჩნდები და უთხრა. 2000 წელს ჩატარდა ეს ფესტივალი, სადაც რადიომსმენელები რეკავდნენ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იყო ნომინაციებად დაყოფილი და რადიო ფორტუნას მსმენელთა გადაწყვეტილებით საუკეთესო სოლო ვოკალისტად აღიარებულია ჩანდრაძე. გიტარაზე ბავშვობიდან უკრავ, ხო? არა, იცი როგორ, მე ვიცი გიტარაზე დაკვრა, აი არაპროფეს დილეტანტის დონეზე, ისიც რაღაც ჩემით, რაღაც სუფრაზე შეიძლება თავი. სუფრაზე უკრავ ხოლმე. ქართულ ხალხურ. ხო, ქართულ ხალხური ნაკლებად, უფრო ქალაქური სიმღერები. რაღაც ისე რა. და შეგიძლია რამე ხა დაგვიკვირა და გვიმღერო. რა ვიცი, აი მოდი ავაწყო. ავაწყეთ. ნახოთ. ისე დიდი ხანი არ დამიკრავს. ამ ბოლო დროს ატომაც ისე ხდება, რომ ჩემი სიმღერების ტექსტები არის ჩემი. რატომღაც იცი ალბათ ყველაზე კარგად ისევ მე შემიძლია გადმოვცე, აი ის რაც მინდა რომ გადმოიცეს მუსიკით. და ადვილად სამღერია შენ. ხო, თუნდაც ადვილად სამღერია, იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად ის ძირითადი ტექსტები ხო, რაზეც მღერი ყოფილა ჩემი იდეით, აი მივსულ ვარ თუნდაც ანაცინცაძესთან, მანნა გურგენიძესთან მუშაობ და ჩამომიწერია პროზად. აი რა მინდა წავედი იქ რაღაცა, აი სიუჟეტის სახით ჩამომიწერია პროზა და მე ისინი უკვე ხან ყოფილა ისეთი რომ რაღაც ფრაზა მომწონს ძალიან და მინდა რომ ეს იყოს. ხან რაღაცა, მაგრამ ამ ბოლო დროს ძირითადად მაინც რატომ და არ მიყვარხარ ეს ტექსტით შენია? არა, არ მიყვარხარ ეს ტექსტი ჩემი არ არის, თუმცა რაღაც ფრაზები არის ჩემი. თვითონ იდეა რომ სიმღერას ვქნო და არ მიყვარხარ იყო პეკეს სიმღერის ავტორის. და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ადამიანის მიერ მოხდა რა, რაღაც ფრაზებად ავაწყოთ, მაგრამ საბოლოო სახე მაინც დანაცინცები მიცა. არ მიყვარს მოგონება ჩემს ფიქრებში გაიფარდა ხალხი რაღაცა 4 სიმღერას წერს, 5 სიმღერას წერს, 6 სიმღერას ჰიტებს, ამიტომ მე აღიარებენ და ამას შეგიძლია რაღაცა კომენტარი. აი მე მაგალითად ჩემი ვთქვა რომ მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი რაღაცა პირველი ისეთი სიმღერა სერიოზული, რაც ჩავწერე, უბრალოდ აი ისეთ ასაკში, მე არასერიოზულს უბრალოდ უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, რომ შეიძლება და დამქნოდა, რომ უკვე რაღაცნაირად ჩამოყალიბებული ვიყავი და პირველივე სიმღერა რატომღაც საიტაცა მსმენელმა და გახდა ჰიტი და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ არ მომიწია აი თუნდაც ძალიან დიდი შრომა იმისთვის, რომ და ვფიქრობ, რომ იმის მაგივრად რომ დავიშეთ შენი პოპულარობა უფრო ზემოთ ასულიყო, პირიქით ცოტა რაღაცა. იცი რა არის კი, ეს გარკვეულწოდ შემბრალია, იმიტომ რომ ისე და ისე დროის უქონლობის გამო შევწყვიტე და ფაქტობრივად არ გამოსულა ასპარეზზე. ნაკლებ დროს უთმობ სიმღერას? ეხლა ვცდილობ, რომ აი ამ კლიპის მერეც რაც ეხლა გამოვიდა, რაღაცნაირად ისევ ავმოქმედდე და ავმოძრავდე. Du mills musik sauce
თავიდან როდესაც დავიწყო სიმღერა, იყო აბსოლუტურად გართობის და ჰობის დონეზე ეს ბავშვობიდან და მე უკვე აი შეუძლებელია რომ ადამიანი ერთხელ დადგეს სცენაზე, ერთხელ ტაში მოისმინო რაღაცა იქ ხალხმა გიცნოს ქუჩაში და ეს უკვე იმდენად გითრევს, რომ შეუძლებელია მე რომ ამ ყველაფერზე თქვა უარი. და შენ პირველად სცენაზე გამოსვლა გახსოვს, სად გამოხვედი? მახსოვს, აი ძალიან პატარა ვიყავი პირველად რომ გამოვედი ფილარმონიაში და ისიც მახსოვს რომ იმდენად აჟიტირებული და ბედნიერი ვიყავი თუ კი ვინმეს ვიცნობდი ყველა დავაპატიჟე. ძალიან ბევრი ხალხი იყო, ძალიან ბევრი ხალხი და მახსოვს რომ ძალიან ბევრი ვიყავი ალბათ ეს 12 წლის. რა გარგიღავ მაშინ ერთად ვიყავით როცა ლურჯიებით ხელში ძამძამებს ხვიდი მოცხვა. ეს კი თავის ადგილზე დავტებ გიტარას. დიდი მადლობა იას რომ ესე გაგვახალისა და დილა ესე ჩვენიერად დაიწყო. რა კარგი იყო. პრინციპში მე როცა ვიღუძებ იმას კი აღარ შეიძლება დილა ეწოდოს, მაგრამ მაინც. აი ხა რომ გადავთვალო, ძალიან ბევრი არის ჩემი კოლეგების დისკები და ეს არის სუფთა ჩემი პროფესიული საქმიანობა, როგორც იცით, რადიოს მუსიკალური წამყვანი ვარ, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი მაქვს ჩემი კოლეგების, რომელიც მიმაქ რადიოში წერ, მე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მარიკა თელიძის დისკი. ვაი, ნუ. აჰა, ანუ ესენი ჩუქნია შენი კოლეგები და შენ ინახა. აი, მარიკ კიდე არ, ნუ ეს ფორტიშედის დისკი. საინტერესოა, სხვათა შორის ია ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც აღმოაჩინა ესეთი დიდი რაოდენობა, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლების. კი, აი ეს არის ხო ძირითადად ის დისკები, რაც ესე უცებ მჭირდება ხოლმე და გია მაჭარაშვილი. ნუ ეს არის ზოგიერთი ჩემი სიმღერა, ეს გია მაჭარაშვილის ახალი სიმღერა, რომელიც ჯერ არ გამოსულა და ნუ ესე ვინახავ ხოლმე, რომ არ დამეკარგოს. იას კოლეგა ტონი ბრექსტონის დისკიცა. კოლეგა ცოტა ესეთი მაღალი ნათქვა მიქნება, მე რო ვთქვა ჩემს ტონი ბრექსტონზე, ჩემი კოლეგა თქო. აი ბიბი და სერგის დისკი. ჩემს ნიჭერ კოლეგას ბრწყინვალე და მომღერალს ია ჩანტლაძეს უშკებს. ეს ბიბის ჩემი ძალიან საყვარელი მეგობრის მიერ ნაჩუქარი. ესეც სახე ბიბი სერგი. და თამუნა ამონაშვილი. დავით, აი ძალიან ბევრი მაქვს, ხო, ძალიან ბევრი რადიოში მაქვს აღებული. და რადიოში მე მგონი დღეს მივალთ, ხო? კი, აუცილებლად რადიოში მივალთ. აი კიდე ეს ბოლოს რასაც უსმე, ეს არის მილიკონემსაძის ახალი დისკი, სადაც არის ჩემი წვიმა გეტყვის შესული. და აი პეკეს დისკი, რომელიც ახლა გამოვიდა, იმედია რეკლამაში არ ჩაგვეთვლება, ეს უბრალოდ სიმღერები შესულია, აქაც ორი სიმღერაა ჩემი შესული და ესე ვუსმენ ხოლმე. ეს არის ყოველთვის მაინტერესებს, თუნდაც ხარისხი, თუნდაც მაინტერესებს აი სუფთა, იმიტომ რომ მათი კოლეგა ვარ, მაინტერესებს როგორც მუსიკალური წამყვანის პოზიციიდან, ანუ რომც არ მაინტერესებდეს, ვალდებული ვარ რომ ვიცოდე ყველაფერი რაც ხდება. მივახოდით იმ ადგილს, სადაც ასე ვთქვათ, ბუნება ბუნებობს. მართალია მიყვარს ძალიან ყვავილები და ყველას მიყვარს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად და ერთპიროვნულად დედაჩემის დამსახურება, რომელიც გიждდება ყვავილებზე. რატომ მაშინ შენთან კაბინეტში და არა სამზარეულოში დედასთან ყველგან არის ყვავილები. და სხვათა შორის აი მე გაჩვენებთ იქით აილანზე, როცა მოვახერხებ, მინდა რომ გავაკეთო ორანჟერეა. ანუ შუშებით მინდა შემოვღობო რაღაცა ჩაფიქრებული მაქვს. ხო, სუსიმწვანე რო იყოს და შენ არ უვლი დავშა წყალს არ. არა, როგორ არა, უვლივ წმენთ და წყალსაც უსხან და ყველაფერი, მაგრამ ძირითადად ჩემს დამსახურება და ხანდახან ხუმრობთ კიდეც რომ დაგვანებეთ თავი, არ შეიძლება ყოველდღე მოხვიდი ახალ-ახალი მცენარით სახლში. ძალიან კარგი, ასე იგი დედასთან შეიძლება დაბადების დღეს თუ დაგპატიჟებენ სტუდია მაესტროს დიდი პალმით ხელში მოვალთან და სხვა მცენარეთი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფართი საკმაოდ დიდია დაბადების დღეებისათვის, ხშირად არის წვეულებები იცი რა არის? და შენ უკრავ პიანინოზე ან გიტარაზე და მღერი. წვეულებები როგორც ესეთი, საერთოდ ჩვენთან სახლში ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე არის სტუმარი. თითქმის ყოველდღე და უკვე სტუმრებსაც თუ ვიღაცა არ მოდის და ვართ წყნარად, რაღაცა თითქოს გვბეზდება ხოლმე. და ეს არ არის რაღაცა წვეულების სახე არ არის აუცილებელი რა ქონდეს, იმიტომ რომ
ისედაც რაღაცა სუხალხია ჩვენთან, სუხალხმრავლობაა და ყველა თავის დილხეზე, მაგრამ აი დაბადების დღის გადახდა სახლში არ მიყვარს. და საერთოდ არ მიყვარს, როდესაც აი პატიჟებ ვიღაცას. ამ ბოლო დროს, ეს ღრმა ბავშვობაში იყო და ამ ბოლო დროს ყოველთვის ამბობ, აი ვისაც გავახსენდები, რამდენიმე ადამიანს, ვინც პირველი დამირეკავს ხანასაც ხდება ხოლმე, მოვკიდებ ხელზე სადღაც წავალთ და აი ესე აბსოლუტურად დაუგეგმავთ, მაგრამ რამდენიმე წელია ძირითადად ქალაქგარეთ გავდივართ ისე ბუნების წიაღში. ზითები ხო არ აქვს დედაში? არ ვიცი, არ ვიცი. ალბათ ეკნება, ხო, ალბათ ეკნება. არ ვიცი, ყოველთვის შუფებია, ხო? არ უთქვია. აი შენ რო წახვალ გათხოდები, ამას შენ წაიღებ ამ სტენკას. ასეთ რაღაცას ვერ ვიმახსოვრებ, იმიტომ რომ მოთ არ მაინტერესებს. სხვათა შორის რა მაქვს, ესეთი ტრადიცია მაქვს, რომ ვინც მჩუქნის, ყოველთვის იმის სახელს ვარქმევ. აჰა. მე რო ძაღლი გაჩქვა, თიკოს დაარქმე. შეიძლება. არა, ეს იმიტომ კი არა, აი პირიქით პატივისცემის გამოხატვის მიზნით. და მაგალითად ერთი დღე რა თქმა უნდა იმის ჩატარდეს სახში გადავინახოთ სამზარეულოში და ნახოთ იაკო როგორ დიან სახლისა. ეს შენ გააკეთე ხო ალბათ? ხო. ხო, რა წესე? და როგორ კეთდება? თქვენ სანამ შემომესწრებოდით, მოკლედ ამას ვაკეთებ. ეს არის რაღაც ახალი კერძი, რომელიც ახლა ასე ვთქვათ დავამუღამეთ. ესე იგი, ეს კერძი ხან კეთდება კარტოფილით და ხან მაკარონით, ესეც გემოვნებაზეა. დღეს რატომაც გადაწყვიტა რომ გამეკეთებინა მაკარონით. და რატომ აიგზავნეთ დღეს მაკარონით? არ ვიცი, რაღაცა წინაზე გავაკეთებ კარტოფილით და ძალიან მომეწონა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მცადე რომ მოკლედ ესე გამეკეთება. უნდა მოხარშო კვერცხი, ხა მე რაღაც ესეთი გამომდის კულინარიული რეცეპტი. ჩვეულებრივი, ესე იგი, რეცეპტები ია ჩანპლაძიისგან. ხო. უნდა მოხარშო კვერცხი, რამდენიმე გააციო, მე ეს ცალკე დააწყო. ამასობაში უნდა მოხარშო მაკარონი. მაკარონი, ну, რა ვიცი, ხო, ვერმიშელით მაკარონი, ერთ იგივე პრინციპში. ამას რომ მოხარშავ, ეს დიდი ჟარონას რა ქვია ქართულად? ჟარონა. ჭალებში? ხო, ჭალებში ჟარონა, აი ჟარონა მიმოფანტო, შემდეგ წვრილად უნდა დაჭრა ხახვი. ეს მოხარშული კვერცხი უნდა დაჭრა, მოაყარო და შემდეგ ახლა ყველს ხეხავთ თქვენ რომ მოხდით და ხელი შემიშალეთ. შემდეგ დახეხავ ყველს. ეს ია წვრილად დაჭრა. ნუ ეს გემოვნების ამბავია ჩემო კარგო. ხო, სად იპოვე გამხელბები? ყველს დახეხავ, ხო ხედავ ნახე როგორი ხელმარჯვევა ესე. აჰა. დახეხავ და შემდეგ მე ხა ალბათ ვეღარ მოვასწრებთ, იმიტომ რომ ჭამას ვეღარ მოვასწრებთ. ხო, ჭამას ვეღარ გაგასინჯებთ ასე რომ ხო ნამცეცობაზე მოგწანდით. მერე ამას რომ დახეხავ, ესეც უნდა მოაყარო. აჰა. და შემდეგ უნდა მოასხა მაიონეზი. ამ ყველაფერს რომ გამზადებ, მერე უნდა შედგა დაბლა და მიხვდები რა, ძალიან ნებისმიერ ადგილას შედგით დაბლა უბრალოდ. არ ვიცი, ქართული სახელწოდება დუხოვკაში უნდა შედგა ხა. ჭყალებში. ხო, ქართული ენის მოტრფიალენი აუცილებლად დამძრახავენ ამ ყველაფერს, რომ არ ვიცი დუხოვკას და ჟარონას რა ქვია ქართულად. მაგრამ არ ვიცი, სამზარეულოს ტერმინებია და ასე თქვა მეპატიება. შემდეგ ხო, კუხნიაში. შემდეგ მოკეთ ამას რომ მოასხამ, შედგამ დუხოვკაში ძალიან ნელ ცეცხლზე და თვითონ მიხვდები, როდესაც აი ეს გახმება მაიონეზი, უკვე რაღაცა მკვრივი მასა რო გახდება, შემდეგ გამოიღებ და დაჭრით მიერ. დავხარ მაიონეზთან ერთად. შემდეგ უკვე გემოვნებით წიწაკა, მარილი, ვისაც უყვარს, ხო შეიძლება კამას, აი მკარნახობენ. ასე რომ აი ძალიან დამაინტერესა ეს რა არის, წვანილი მეკონა. წანილი არის, ესეც არის რაღაცა ბალახივით, რომელიც ძალიან უცებ მრავლდება. აჰა. რაღაც ეს იყო რომ მოვიტანეთ ძალიან პატარა, აი რაღაცა ერთი აიმხელა. ჩავიგე და თავისით გადამრავლდა. ვისაც აქვს გამრავლდება? კი, აი რამდენსაც მისცემს საშუალებას მიწას გაუზრდი, ესე ნენელა გადამრავლდება. და აი რო გითხარი რომ ორანჟერეის გაკეთება მინდა თქო, შეიძლება რაღაცა ერთი ბილიკი გააკეთო ესე. აი აქ ვაპირებდი. აი ეს ამ აივანზე მოკლედ მე რაღაც ხვანაირად მოხერხდება.
მაინტერესებს დილით რო დგები საუზმეს შენ თვითონ იმზადებ თუ? საუზმე არ მიჭამია ღრმა ბავშვობის შემდეგ. დილას საერთოდ არ ჭამ. ერთადერთი შეიძლება ყავა. ყავა დავლიო. ისიც რომ ცოტა აზრზე მოვიდე, რომ გავიღვიძებ. თუმცა როგორც უკვე გითხარი, და მანე იცოდა ასეთი კერძის მომზადებას რა ქვია ამ კერძს? ამ კერძს ქვია ლურჯი ია. არ ვიცი, უსახელოა ეს კერძი. უსახელობაა ხო, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტოროლაში უსახელო გემრიელი. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ დავარქვით და ბოლოს მოვიფიქრეთ რომ უსახელობანა უნდა ერქვას. საერთაშორისო არ შეეხება, ეხლა კულინარიული ნიჭზე არ მოხდეს. კერძი უსახელობანა. უი, ცხელია უკვე ხო? არაჩვეულებრივი სვამენ. რა ვქნა, დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს, თორემ შეგვიძლია მოუბრუნდეთ და შემდეგ რა ვქნა, კი აქ აი ეს მოე წამოდი ახლა საქმეა. ჩარლი ჩაპლინი. მე მგონი. მაჩინა რომ შეიძლება ჩარლი ჩაპლინი იყოს და ეს შენზე დიდია მე მგონი ეს და თამაშობ. კი, მე მგონი, ხო დედა? ხო, ესეც ჩემზე დიდია. დღეც შენზე დიდია. ის კურდღელი სად არის? როგორ მახსოვს ეს ჩემ ბავშვობში ვახი მქონდა ეს რაღაცა. ეს მე მგონი თიკო, რომელი გინდა მითხარი, გაჩუქებ გინდა? კი. აი მაშინ გინდა ეს გაჩუქო? კარგი, შენი იყოს. ოღონდ აუცილებლად ია დაარქვი. იაკო დაარქვი, კაი. დიდი მადლობა იაკოს, ესე იგი ამდენად მაინც ესე იგი მივახცე იმას, რომ ვიჩუქე. დიციცილა. თიკო რა გინდა? ჩუქე რა გინდა? დიდი მადლობა პირველ სტერეოს სტუდია მასწავლეს სახელით. არაფრის. ძილის წინ გიყვარს კითხვა? კი, მიყვარს. მაგრამ იცი რა არის? მიყვარს ისეთი ნეიტრალური რაღაცის კითხვა, რაც ძალიან გონებას აძლევს, რომ განვიტვირთო. ეს მარკერი კიდე მჭირდება იმიტომ, რომ ცეც რაღაცას ვკითხულობ, ანუ აი როცა ვამუშავებ წიგნს, აუცილებლად უნდა დავჭղაპნო. არ შემიძლია, აი ჩემი წიგნი, ჩემ წიგნებს ემჩნევა რომ ნამუშევარი. ეხლა ჩვეულებრივ ხალხურ ლიტერატურაზე ნაკლებად, რომ დავჭղაპ. სახელმძღვანელო ხო, აი უფრო სახელმძღვანელო დაჯღაპნილია. კი, და იქ რაღაცა ნოუთები ამ რაღაც მიწერილი, მოწერილი რაღაცები. აქსესუარები გიყვარს თუ არა? ქუდები მიყვარს და რატომაც გამიჩნდა. ქუდები ძალიან მიყვარს. და პარიკებიც გიყვარს შენ. მეგონი. პარიკები კლიპში შავი პარიკით ხარ, ხო? შავი და ყავისფერი. იყო ესეთ ჩანაფიქრი, რომ ყოფილიყო 3 ტიპაჟი. შავი, ყავისფერი და ქერა. მაგრამ ქერა არ შევიდა, რატომღაც, იმიტომ რომ ეთყობა რაღაცა ფერების, გიგარდლების ყოველთვის რაღაც ფერებისადმი განსაკუთრებული. ხო, ესე იგი აღნიშნა და არა მარტო შენ მათაყვანისმცემელი. ესეთი არ არის. ეს თმები ძალიან გიხდება, გძელი შავი თმა. არ გიფიქრია რომ გაგეზარდა და შეგერება? აი ზუსტად მაგას ვაპირებ ახლა. თუ ვერაფერი დაგავიწყებს ჩემსავით რომ ვერ ვიგაგიგებს ვიცი მზადია საღამოს სინათლე ისე მინათლე ახლა ვაპირებ რომ თმა გავიზარდო და შავი. ეს კლიპი ყველა მიცის რომ დეკემბერში იყო ამ კლიპის გადაღება და სად მიმდინარეობდა? არ გციოდა? ციოდა თანაც ძალიან ციოდა, მაგრამ ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვეს. და იცი იმდენად ვიყავი კონცენტრირებული, რომ არ გავციებული ვარ ჩემ და გასაკვირად და ყველას ძალიან გავკვირდა, იმიტომ რომ დარწმუნებული იყვნენ თითქმის რომ ნუ ესე იგი აკიდებული გაქვს ფილტვების ანთება, მაგრამ არ გავცივდი. თუ მონატრება დაგაფიქრებს თავიდან რატომ ვერ დავიწყებ ნუ მოხვალ ნუ არ გამიხსენებ არ გინდა წვიმა გეყვის ძირითადად ესეთი ქუდები გაქვს, ხო? ვარიანტის კიდევ ეს თეთრი ფერი გიყვარს მე. ძალიან მიყვარს თეთრი ფერი, კი. შევარდები ხოლმე შიდა. მე ისეთი დაღლილი შემოდიო რომ თახშა თუ მილასლას და ესე და ლას როდის დავარდია ისად. ხერხულა ადგილას თუ ყოფილ ხარ, ისეც დავარდნი ხარ. სცენაზე. სცენაზე ოღონდ ვიყავი პატარა. იქნება ის დაახლოებით
ერთი 9-10 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც ფილარმონიაში, ისედაც ფილარმონიაში მღეროდეს სიმღერას და როგორც იცი განათება მარაზოს ხელს არ გიწყობს, იყო აი ერთადერთი პროჟექტორი ჩართული, რომელიც ესე დაყვებოდა რა, ესე სვეტად და წინ ვერაფერს ვერ ხედავ და მღერი კუაზე არ ვარ მოკლედ და წამოვდე ფეხი დინამიკს. და დავებრეხო სცენას. რას მღერას ვერად. აუ არ მახსოვს მართლა. დილიდან რო ვდგები, დილიდან იწყება ჩემი ვარდნა. მოგინდა ფეხს რო დავდგო, დავშევო დაბუჟებული ერთი ფეხი და ეს მივდივარ ძირს, მე კი ბერზე ჩავდივარ და იქ სადღაც ვარ და მე სადღაც აბაზანის კარს გავაგებ ხელს მიერწყო და სინაკები მაქვს უამრავი, შემიძლია ვაჩვენო. ანანინანა ანანა ეს კი მივდივარ სად? მივდივარ ბავშვთა ფედერაციაში. ბავშვთა ფედერაციაში. იაკო საჭის მართვა იცი თუ არა? კი. კი. და ალბათ შეეცნება რომ ყავს მართვა. ოცნება რეალობასთან ახლოს, იმიტომ რომ უახლოეს მომავალში ვაპირებ. აპირებ და საჩუქარს აპირებს ვინმე რო გაგიკეთოს თუ უბრალოდ შენით აპირებ და იდეა. ესე იგი, სანახევროდ ჩემი, სანახევროდ მშობლების საჩუქარი. და რა მარკის ავტომობილი გეყოლა? ჯერ არ ვიცი, არ გადავწყვეტი ერთი. საერთოდ შენი ოცნების ავტომობილი არა. ყველაზე მეტად მიყვარს BMW. ყველაზე მეტად BMW და შეიძლება რომ BMW ყავდეს და აი ეს ხარ საწყის ეტაპზე ალბათ BMW-ს ვერ შევიდე, მაგრამ მე მოდესღაც აუცილებლად მეყოლება დარწმუნებული ვარ. მოვიდით ბავშვთა ფედერაციაში, ბავშვები გიყვარს? ძალიან. ერთადერთი საკითხი რის მიმართ გულგრილი ვერ ვარ ვერასდროს. ხარ გიფიქრია რომ რომელიმე პოპულარულ გამარჯობა. ერთად მომღერალთან ასე საკურველია ჩაგეწერა დუეტი. არა. არ ვიფიქრე. გამარჯობა. 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 ჩვენ ესე იგი როგორც გითხარით, მოვედი რაღაც პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ჯერ არ ვამხელ. სტერეო ჩარტი. დღეს ისეთი ხო. ტრადიციულად სტერეოს უყურებ დღისით. მეორე პროექტი შეგვიძლია გავავხილოთ. მეორე პროექტი გაგვიხილეთ. კი, მას ვაკეთებთ კონკურსს, შემოქმედებით კონკურსი რო არის. რომელშიც იასი აქტიურად მონაწილეობს. კომოიც რა კონკურსში ვიყავ მონაწილეობას ია. ხო. ნუ ეგ სავარაუდოდ ალბათ იქნება ჟიურის წევრი, ესე იგი. საინტერესოა თვითონ ახალგაზრდები როგორ ხედავენ ამ თავისი თვალით არჩევნებს. ეს ნამეტა მიმოქმედა ეთყო ბაჭიანო ბავშვები და თვალები არა, ეს არის ისე რა, ზოგზე ესე მოქმედებს, ზოგზე ესე. ვინ როგორ ხედავს თავის თვალით არჩევნებს და ნიკო შენზე როგორ მოქმედებს არჩევნები? ჩემზე იცი აქთან გამომდინარე რომ ჩემი სპეციალობა ახლოს არის არჩევნებთან და პოლიტიკასთან საკმაოდ კარგად. საკმაოდ კარგად რა, ნუ გაცნობიერებული. არ ამბობს. ხო, არა, ეს სიმღერაში რა თქმა უნდა არა. პროფესია. ასე რომ მიყვარს თქო და არჩევნები შეიძლება უყვარდეს, მაგრამ გათუცნობიერებული და მაინტერესებს იქიდან გამომდინარე რომ ყველას გვეხედა. მეორე პროექტი პრინციპში დავამთავრე და ძალიან წარმატებითაც იაკო იქაც აქტიურად იყო. ეს იყო ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვებიდან მოვდივართ. ეს ახალგაზრდული პარლამენტი იყო ბავშვთა ფედერაცია, ახვეწელებდა მას ბავშვთა სახლების და თავშესაფრის ბავშვებისთვის. ბიბლიოთეკა გაუკეთეთ ცუდნაგი ბავშვებს. ფონდი რაღაც სახელმოქმედო კონცერტი და ერთად ვღეროდნენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია იმ სივრცეში, სადაც აი ეს უდედმამო ბავშვები არის სახლებიდან გამოქცეულებიდან. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა იაკო ნეკაცების კვერაძე თარქია, ლიზი ბაგრატიონი, ნატო მეტონეძე, ზურა ხაჭიძე ხუჩის ბიჭები, ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და მათთან ერთად ნომრები ყავდა სცენაზე ერთად იდგნენ რა. გზად გაიყოლეთ და გავუხსნეთ. ეს გატანენ ხოლმე ნამცხრებს? ეს განსაკუთრებული სტუმრებისთვის.
თუ იციან რომ გზაში გშირდება დილით რო არ ჯამ. არა, ესე არ ვწუნებ ხოლმე ჩემ მეგობრებთან. საერთოდ არ გეტყვი. ხო, არა. ესე იგი ამჯერად სტუდია მაესტროს თანამშრომლებით არ დავრჩებით მე და მიშა ოპერატორი რასაკურველია მშირებით რომ ნამცხვარი გზად გამოგვატანეს. ანუ იაკოს ამსახურებაა რომ ჩვენზე მოვედით ახლა. რადიო უნივერსიტეტში სადაც მე მუშაობ მუსიკალურ წამყვანად. DJ იაკო. ხო, პრინციპი უბრალოდ ჩვენთან დამეტეს ისე ხალხი როცა გისმენს ხვდებიან რომ იახარ ჩანტლაზე თუ უბრალოდ DJ იაკოს ამბობ ხო? არა, სახაზაგურს ამბობ. ეხლა პრინციპი შეეჩვენ და იყო რა ის თავი და როცა დავიწყო მირეკალე მიშე ისახა რომ ვერიფა? და ქერცმარი სამსახურიკა გოჯახს არჩევ, ხო? კი. ალო. რადიოში მაინც როგორი განსხვავება ალოთი ესამებიან ერთად. რა შეგვიძლია დღეს მაესტროს ხალხი ვაიმე ფანტასტიკური კონცერტია არაჩვეულებრივი. მაიკოს რამდენიმე დღის წინ თხოვე მარკუს მილერის ერთ-ერთი ალბომი და აი ესე სიურპრიზი მომიმზადა. არაჩვეულებრივი უნიკალური ალბომია სპორტში. და დისკზე. დისკიც მოხდა. ვაიმე რა კარგია. ეს ირაკლი გახლავთ, ბატონი ირაკლი, როგორც ჩვენ ეძახით, ჩვენი შეფი აქაურობის. და ცოტა ხანში ალბათ შევუდგები საქმიანობას. იაკო, აი მე როგორც ტელეწამყვანი, ასე ვთქვათ, კითხავ რომ დავშათ რას ხვაობა, ანუ შენ რას გძნობ როგორც DJ, ანუ რადიო წამყვანი, ხო? დავიწყოთ იქიდან, რომ რადიო წამყვანი ბევრად უფრო ინტიმურ გარემოში მუშაობს, ვიდრე ტელეწამყვანი, რომ ტელეწამყვანს გიწევს აი რაღაცა ისეთი აფიშირებული ხარ და რადიო ზუსტად არა ტელევიზიაც მიყვარს, მაგრამ რადიო უფრო ჩემია იქიდან გამომდინარე, რომ საღამოს ეთერი მაქვს ძირითადად და ნუ აი ზაფხულის გარდა ძირითადად ბნელა ამ დროს. როდესაც მე მუშაობ და ყოველთვის არის ის მუსიკა შესაფერი სიმდროისთვის, რაც მე მიყვარს. ძირითადად რომანტიული რაღაცა ხანერი. ანუ მუსიკას შენი გემოვნებით არჩევ? რა თქმა უნდა, თუ მაყურებლების მოთხოვნის დამოკიდებით. არა, არის გარკვეული საათები, გარკვეული დრო, როდესაც გიწევს ასე თხოვნებზე, ხო, თხოვნებზე მუშაობა, მაგრამ ძირითადად ჩემი გემოვნებით. თუმცა არსებობს ახლა რაღაცა გარკვეული ფორმატი, ხო, რადიო საფრთხის ფორმატი. როგორ მოხდი რადიოში, რატო გაგიჩნდა სურვილი, რომ DJ-ად დაგეწყო მუშაობა? იცი სხვადასხვა არასდროს არ მიფიქრია, მაგრამ როდესაც ეს რადიო შეიქმნა ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე და მე აქ სწავლობდი იმ პერიოდში და თან მუსიკალურ კარიერას ვეწეოდი, ასე ვთქვათ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ტემბრი იცოდნენ, შემომთავაზეს, რომ აი მოდი კონკურსი, ოღონდ კონკურსი გავიარე, არ დაგავიწყდეს, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანი, ყველა ჩემი კოლეგა, რომელიც დღეს აქ მუშაობენ. ანუ ასე ვთქვათ, ჭყარებში ჩაწყობას არ ყოხონია. არა, ჩაწყობას არ ქონია ადგილი. და რამდენი წელია ოპერაცია? მე გახსნის დღიდან, ანუ მე-4 წელია. მე-4 წელია უკვე იაკო DJ-ობს. მე-4 წელია. მოწევა ხარ ქონია სხვა რადიოებიდან. ვიცი რა არის, იყო ვარიანტები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა რაღაცა ისეთი დიაფიქსი, რომ აუცილებლად სადღაც მემუშაო და რადიოს ხაზით წავსულიყავ. ეს არის ჩვენთვის გართობის განტვირთვის საშუალება. მიყვარს ის ჩემი მეგობრები, რომლებიც აქ მუშაობენ და კი, ყოფილა შემთხვევები არ დავმალა, მაგრამ ჩვენთვის უნივერსიტეტი არის მეორე ოჯახი და არ მაქვს იმის მოთხოვნილება, რომ სადღაც სხვა რადიოში გადავიდე. ეს შემთხვევას თუ გაიხსენებდი, რომ რადიოში რაღაცა სხვაზე დაიწყე ფიქრი და ამ დროს მაყურებელს ესაუბრები, რაღაცა ტექსტი აგერია, სხვა რაღაცა წახ რაღაცა კურიოზი. კი, ყოფილა შემთხვევა ერთხელ მქონდა ესეთი მომენტი, არ ვიცი ხა იმ დისკს ვიპოვი თუ არა, ქართული ხმების დისკი იყო საექსპორტო, რომელსაც ყველანაირი წარწერა ეწერა ინგლისურ ენაზე და სიმღერებიც კი იყო გადათარგმნილი. მე ამ დროს ეს დისკი მოვამზადე და სიმღერა
ჩიტი გრიტი მოფრინავდა. მომზადებული მაქვს ეს სიმღერა, ჩავაგდე ეს დისკი, ვამზადებ და რაღაცას სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. ეს დისკი წინ მიდევს და როგორც გავხსენი ეს მიქსერის გახსნას ვეძახით, როდესაც ეთერში კი ამყავს და როდესაც გავხსენი ეს მიქსერი, უცებ დავხედე ამ დისკს და ავიბენი. აწერე ინგლისურად და უცებ ისე დავიბენი, რომ გამოვაცხადე ჯგუფი ქართული ხმების სიმღერით თქო და ინგლისურად წავიკითხე. Zebra და Has რაღაცა. აი ესე გავედი ეთერში ჯგუფი ქართული ხმებით და მე ვიცი ჩამოწი. ერთხელ ესე შემთხვევაც ჰქონდა, რომ მეგობრები მესტუმრნენ, საერთოდ ჩვენთან აი ხა თქვენ ძალიან პრივილეგირებულები ხართ, რომ ამ სტუდიაში შემოხვედით, როდესაც მუშაობს მუსიკალური წამყვანი, აქ გარეშე ხალხი საერთოდ არ შემოდის. პატივია. ხო. და ეს ერთხელ მოვიდნენ ჩემი მეგობრები, ისევ და ისევ ზოგიერთი ამ რადიოს წამყვანი, ვისხედით და საუბრობდით. ნუ ყველანაირ თემას შევეხეთ და ჩვენი კოლეგა რადიოების თემასაც და იმდენი ვისაუბრეთ ერთ-ერთ რადიოზე, რომ გავხსენი მიქსერი და გამოვაცხადე იმ რადიოს სახელი. თქვენ უსმენთ ამ რადიოს სხვა რადიოს და ეგრევე ჩამოვწიე და 9 საათი მქონდა მე დუმილის წუთები, იმიტომ რომ აქ ატყდარე ყვა უფროსობა და ასე შემდეგ. მაშინზე ჩემი ძვირფასები მოგესალმებით. დღეს 4 შაბათია და როგორც ყოველ 4 შაბათს ტრადიციისამე, პრინციპში ეს დღე ტრადიციად სულ რამდენიმე კვირა რაც იქცა. მოგესალმებით, გეტყვით რომ მე ვარ ჩანტლაძე და რამდენიმე საათს თქვენს გვერდით გავატარებ ტალღაზე FM 103.9 სიყვარულის რადიოს ეთერში და იქიდან გამომდინარე რომ ძალიან მოვინდომებ რომ პროგრამა იყოს რაც შეიძლება კარგი. დარწმუნებული ვარ რომ ის რომელსაც ჩემს გვერდით გაატარებს ნამდვილად არ იქნება მოსაწყენი. ჩემი მუსიკალური პროგრამა კი მინდა გავხსნათ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსით სტინგით, რომელიც ამბობენ რომ შემოდგომაზე ეწევა საქართველოს. ამის ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს ყოველ შემთხვევაში. ამ იმედით დროებით ჯერ მხოლოდ დისკიდან მოვუსმინოთ სიმღერას Shape of My Heart. გზავდება გაიცემა ერთი დღე, რა თქმა უნდა, პირველი სტერეოსა სტუდია მაისტრის ერთობლივი არქის ერთგული მაყურებელთვის და რა თქმა უნდა, ერთი დღეში ჩვენ სტუმრობთ ია ჩანტლაძეს. ან შეიძლება ითქვას, რომ პირიქით ია სტუმრობს ჩვენ. მოკლედ მივახლდით სანო სტუდიას და მე შევადებ ახლა ოთახს, სადაც ია ემზადება ალბომისათვის, ანუ ამთავრებს ალბომზე მუშაობას და ალბათ ძალიან მალე და ძალიან მოკლედ დროში გამოვა მისი პირველი ალბომი. აი ია. აქა ვართ. ხარ ასე გაკეთებთ სტუდიაში? ალბომზე არა, პრინციპში ერთ სიმღერაზე, რომელსაც აი კიდევ მესამე სიმღერას ვაკეთებთ ერთად. აჰა, მესამე სიმღერას აკეთებთ ერთად და ეს სამი სიმღერა შევა შენ ალბომში? კი, აუცილებლად. დავიწყე და რა პროცესში ხარ? პეკეს და ჩემი ტანდემი ძალიან ისეთი გამოდგა. კარგი ხო? ო. წარმატებული, იმიტომ რომ არ მიყვარხარით დაიწყო, შემდეგ მეორე სიმღერა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, პეკეს ალბომში შევიდა და ალბათ ენელა გაიცნოს მან და ეხლა გვაქვს ახალი სიმღერა, რომელსაც აი ხა და მოდი პეკე თქვას როგორია იესა მუშაობა ადვილია თუ არა? მუშაობა არის ძალიან საინტერესო. არ ვიტყოდი რომ ადვილია, იმიტომ რომ არის საკმაოდ ერთ-ერთი ყველაზე მისაღები შეთვის ამ ქვეყანაში შესრულებელია. და საინტერესოა იმდენად რამდენადაც ია მარტივად აღებულობს ეს რაღაცებს, რაც შეიძლება სხვამოღებლებმა მიიღონ რა. იმიტომ რომ იას ყოველთვის აქვს თავისი კომპეტენტური, ან რაღაცას არგუმენტირებულად დაგიზაბუთებს, რომ გაჩერდები და ხმას არ ამოიღებს. ან თუ შენ დაუსაუბრებ რაღაცას აუცილებლად გაკეთებ. მოგეთ ერთი სიტყვით პრეტენზიული ხო პეკე, იმდენი ილაპარაკა. ხო და ეხლა ეს ეტაპია რომ იაკო მოიტანა ეს ტექსტი და მაჩვენა რაღაცას მე ფაქტობრივად უგარი წაშინა. ჩვენ ვილაპარაკეთ დილით რომ რატომღაც დაიწყე ტექსტების წერა ხო საკუთარ სიმღერებზე. რატომღაც ესე ვიფიქრე რომ ჩემზე კარგად იმის გადმოცემა რაც მე მინდა რომ სიმღერით თქვა ვერავინ ვერ გააკეთებს. არა იმიტომ რომ მე სხვაზე ნიჭიერი ვარ, უბრალოდ მე როგორც მესმის ზუსტად ისე გადმოცე. Snow baby, how well we said when sit webs down my minds, sit you mistance. Sit webby ben siftes da veras to site bentams. ჯერ ვერაფერს ვერ გაიგებთ, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ სიმღერა მართლა კაი გამოვა ხო პეკე. მე ეს მგონია.
გამოვედით და საით მივემართებით. ეხლა მივდივართ სიმღერის ჩასაწერად. მან ჩაავედი. და ალბომში შევა ეს სიმღერა. კი, აუცილებლად. ალბომის სახელწოდება იცი უკვე? არაფერი არ ვიცი. ჯერ არც ის არ ვიცი რამდენი სიმღერა შევა. ფაქტია რომ მინდის მუშაობა და როგორც კი დამთავრდება ეს მუშაობა დაგროვდება სიმღერები, გაკეთდება ალბომი. და დაახლოებით რამდენი სიმღერა გაქვს? მინიმუმად. მე ახალი რაღაც გავიგე იასგან რომ თუმე სიმღერის ჩაწერის წინ 2 საათით ადრე არ შეიძლება ჟუვაჩკა რომ დაღეჭებთ რომ ნერწყვის რას იწვევს? ნერწყვის გაძლიერებას. გაძლიერებას იწვევს და ამიტომ ნერწყვანი გაკვირი. ამიტომ არ გირჩევთ მომღერლებო, შეიძლება დამწყებ მომღერლებსაც ურჩიეთ, იმიტომ რომ ბევრი არიან, ხო? Yes, მან შეიძლება თქვა რომ რაღაცაო ერთ ვიტყვიო მარტო იაზეო და ის ერთი რა არის? ძალიან ლოგიკური ადამიანია და ლოგიკურად აზროვნებს და ძალიან ადვილია მასთან მუშაობა და ეს ერთი არის? არა, ეს სამია. და ერთი კარგად ღერისო. ხო. ეს 4. გააგრძელე, მაგრამ დრო გვაქვს ჯერ კიდე. შემდეგი რა? აი, ხო, განსაკუთრებულად, მოდი. განსაკუთრებულად. აი კროშევი და არანჟიროში კი ბოლე არ ვაშხია. ხო. და ეს ერთად მუშაობთ, ხო? კი. ერთად ცხოვრობთ დიდ ფერმაში, იეიო. ეს კარის მოჯახუნება მე მგონი იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე გადაცემა ერთი დღე დასასრულს მივახლოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა დაგებშვიდობთ ჩემო კარგებო, მანამდე კი ნახოთ როგორ მუშაობს სია სანოს სტუდიაში. La 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 la. Ელქნა დღეს ყველაფრის გმარ შემიძლია ალბათ ღამეს გავანდო ვეტყვი რომ არსებობ და ღამე მომისმენს გულით გამაგდობს იმაზე ვარ მიჩვეული ნელზე. სანამ გათენდება და მასვე სამყრობი ამზითვას შენთვის ვინახა შორს არ გეძებდი მაინც ხტომა პატიე იქნა წარსული საით უმოცან თავდა ელქნა დღეს ყველაფრის გმარ შემიძლია მთელი ღამე სტუდიაში მუშაობა ვინაიდან რადგან ეს სიმღერა დღეს უნდა ჩააწეროთ. ალბათ შეამჩნიეთ რომ მთელი დღის განმავლობაში მას ეს 15 სანტიმეტრიანი ქუსლები ეცა და ელოდება ახლა გამწერებული ჩვენს წარსულს რომ მოსახლეა წამოღებული აქ ეს ბოტასე გამოიცვალოს და ჩაიცვალოს. ესე იგი ია მარიც ის ახლა თუ დამინახა ხოლმე ძალიან ეწყინა. არ გახსნა. აი შორი ბოტასი და იქა აქამდე რატო არ გამოიცვალა არ ვიცი და აი დაგიტოვებთ აქ და ჩვენ წავალთ და მე მომეწით მე დავიჭერე. იქა მოკლა. ესე იგი შეგიძლია დაგვეშვიდობა ჩვენ გტოვებთ აქ სასიამოვნო იყო შენთან ერთი დღის გატარება. მთელი დღე. პაკა. კარგად. სტუდიის კარებსაც მოუხურავ ესე კულტურულად მოვიქცევით ბოლომდე და გეტყვით რომ შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს და ვნახოთ თუ იქნება ჩვენი მორიგის სტუმარი. კარგად.